დღევანდელმა ხელისუფლებამ 312,000 ბინადრობის უფლება აქვს გაცემული. 83,000 მოქალაქეობა აქვს მიცემული. შეკრიბეთ ეს გამოდის 430,000-მდე რა. ამის გარდა კიდე ყავს ტოლვილები შემოყვანილი 900,000-მდე. ამ საქმით დაკავებულია ხელისუფლების უმაღლესი პირების იურიდიული ფირმები. მოქალაქეობა ადრე ღირდა 25,000 და ახლა 15,000 ღირს დოლარი. აბა თქვენ როგორ ეს ხალხი აწყობილია საქმე, კაცი ქართველი გადის საქართველოდან, ზარი ირეკება მის ნაცვლად შემოდი, ყველაფერი ელექტრონულად და ამ წუთში საქართველოს როგორ მის ნაცვლად, ბატონო, ვერ გავიგე. მის ნაცვლად როგორ მისი პასპორტით? არა, რო ხო გადის. ინფორმაცია არის, რომ ერთი ქართველი გავიდა. ხო. ერთ მაგალითზე ვიტყვი. მაშინ ირეკება ერთი ორგანოდან მეორე ორგანოში, ერთი არაბი შემოდის. გადაიხდის 15,000 მიიღებს მოქალაქეობას. 4,000-მდე ღირს ბინადრობის უფლება. მაგრამ საფუძველი რა არის ამ მოქალაქეობის? ჩვენ კანონში ძალიან მკაცრად გვიწერია, ბატონო. რომელი კანონი? სად არის? რომელ კანონზე? მოქალაქეობის საქართველოს და კანონის ადნახეთ თქვენ. საქართველოში ქართველებს გამოცდას უნიშნავენ ქართულ ენაში და უარს ეუბნებიან მოქალაქეობის მიღებაზე და ეს პოლიტიკა სამაგიეროდ 83,000 კაცს მისცეს მოქალაქეობა. რა მოყვება ამას? მოყვება სრული კატასტროფა. ხაც უსვამ, ეს არის დიდ ფულთან დაკავშირებული. გადაიანგარიშეთ ყველაფერი, არის ხალხი ძალიან ჭკვიანი იურისტები, ყველაფერი დათვლილია, ყველაფერი ყველა სქემა გაშიფრულია. იმიტომ გვინდა ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანება. რა მექანიზმები გვაქვს, ბატონო, მექანიზმები არის ერთადერთი, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ და ამას მივცეთ უკუსვლა. ერთადერთი რამე, რომელიც შეაჩერებს ამას. საქართველოში პოლიტიკური პროცესი განადგურებულია. პოლიტიკა როგორც ასეთი არ არსებობს. ოპოზიცია ეს არის ტრაგიკომიკური რაღაც წარმონაქმნი, რომელიც უზარმაზარ ფულშია გარედან და შიგნიდან და მორჩენილი საქმეა. ოფიციალური ხელისუფლება ფაქტიურად არ არსებობს, არის არაფორმალური მმართველობა და ყველაფერი იმართება. ესე იგი, რა კი პოლიტიკური ძალა, რომელიც კანონიერ კონსტიტუციურ ფორმაში შეძლებს იყოს, მოდი ასე ვთქვათ, სისტემური ოპოზიცია, ანუ კანონის ფარგლებში მოქმედ ოპოზიციას ქვია სისტემური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილია. ეს თამაშია, იმიტომ რომ შენ რო გაგიჭირდება და ვერ შეასრულებ საქმეს, მე უნდა შეგცვალო შენ. ეს არის სისტემური ოპოზიცია. და არა მტერმოყვარის თამაში, რომ ეს მტერია, ეს თუ დაჯდა ქართველი ხელისუფლებაში, ყველა სხვა დანარჩენი მტერია, ხო, თვითონ ფული უნდა აკეთოს. არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს, არავის ეწყინოს, კიდე გეუბნებით. პოლიტიკა არის სუბიექტების სფერო. მანახეთ სუბიექტი ვინ არის პოლიტიკის, ქართული პოლიტიკის სუბიექტი. სუბიექტი 100 კაცი ვერ იქნება პოლიტიკაში, არ არსებობს. 5-7 კაცი. სად არის ეს 5 სუბიექტი? ეს 5 სუბიექტი ნიშნავს 5 პოლიტიკურ ძალას, რომელიც ერთმანეთს აწონასწორებს და აბალანსებს. ესე იგი, რაგი პარტიული სისტემები განადგურებულია, ერთადერთი გზა რჩება ის, რაც ჩვენ წამოვიწყეთ შესანიშნავ სამ ადამიანთან ერთად ქართველთა დიდი გაერთიანება. არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია, არანაირი მოძრაობა, არაფერი არა საჭირო. ქართველებს ეს ქვეყანა თუ უნდა ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით და ვპოულობთ
და ეს ეთყვის საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც არალეგიტიმურია. 92 წლის მერე ყველა ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ჭაობში ზიან. იმიტოა ქვეყანა ჭაობში. თქვენ ამის გაკეთების უფლება არ გაქვთ. თქვენი ფირმებით შემოგყავთ მუსულმანული არაფერი მაქვს, კაცო, მუსულმანის საწინააღმდეგოდ რა და ჩვენ ქვეყანაში რა პრობლემა იყო ამის თბილისში რელიგიები, დიდი მსოფლიო რელიგიების დალაგება არის მსოფლიოში უნიკალურ დონეზე. იყო ყოველ შემთხვევაში. შეხედეთ, ეგ თბილისი გაიარეთ, რამდენ მეტრში შეხვდებათ მსოფლიოს გვერდი გვერდ სინაგოგა, მეჩეთი და ხო, ყველაფერი დალაგებული იყო. მაგრამ როდესაც შენ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ყოფ ქვეყანას იმის გამო რომ სამუშაო ადგილს აქვს უკეტავ ქართველს სამაგიეროდ მოწერილი გაქვს ხელი იმ დამპალ ევროპულ აქტზე მიგრანტების შესახებ რომ მიღებულ ხალხს ღირსეულ ადგილს შეუქმნის სამუშაო ადგილებს მავნებელი ხარ თუ არა ხარ ამიხსენი ლოგიკა ამიხსენი აი მაყურებელიც ამ შეკითხვას ვამს ბატონ დემურ რა სიტყვითო იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლებაო თავს იმართლებს რომ ამ მიგრანტების შემოყვანის ვალდებულებაზე აქვს ხელი მოწერიო არის ეს თავის გამართლების ადეკვატური მიზეზი რატო მოაწერე კი მაგრამ შენ თუ ამ ქვეყნის მესვეული ხარ თუ ეს შენი ქვეყანაა და დეზავირებაც ხო შეიძლება ამ ხელმოწერების ყველაფერს რო თავი შეიძლება ამიტომ რა კი პოლიტიკურ თამაშში რომელიც განადგურებულია არ არსებობს პერსპექტივა ქართულ ხალხს მიუმართავთ და ვეუბნებით ქართველთა გაერთიანება ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით მე არ ვიქნებით თქვენი უფროსი არ დათო ჭაბუკაშვილი არ ზაქარია როჭიკაშვილი და არც გიგლა გობეჩია თქვენი უფროსი ჩვენ ვიქნებით ქართველები ერთად რო ეს ქვეყანა არ დაიკარგოს ელემენტარულ რამეს ვამბობ ელემენტარულზე ელემენტარულ რამეს ვამბობ არ მოხდება ასე როცა ქართველთა გაერთიანება აიკრიბა ეს არ იქნება ყველა ქართველის გაერთიანება სად ხდება ასე მსოფლიოში არასდროს ეს იქნება შემართული ქართველების უკვე ხდება ეს პროცესი ჩვენ ქუჩაში არ დავიწყებთ ამაზე ყვირილს და არიქა რეკლამას არ ვაკეთებთ აქ მისით მოდის ხალხი და მისით მოვლენ თუ გინდათ ეს ქვეყანა და თუ არ გინდათ ჩვენ ჩვენსაც მაინც გავაკეთებთ